მოიწონე Anonymous Facts-ის Facebook გვერდი და არ გამოტოვა ახალი ვიდეოები არხს. მოგესალმებით მეგობრებო, Anonymous Facts-ი კვლავ თქვენთან არის. ტვინი ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების რეგულაციისა და უმაღლესი ნერვული მოქმედების განხორციელების ყველაზე სრულყოფილ ფორმებს. დღეს წარმოგიდგენთ ფაქტებს ჩვენი ტვინის შესახებ. ჩვენი ტვინი იმდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომ საკმარისია ოთახის პატარა ნათურა გაანათოს. ჟანგბადის ნაკლებობა ტვინში 5 ან 10 წუთის განმავლობაშიც კი იწვევს მუდმივ ტვინის დაზიანებას. ტვინის რეგულარული მუშაობა მისი დაავადების ალბათობას ამცირებს. ჩვენი ტვინის საშუალო წონა არის კილო და 300 გრამი. პათოლოგანატომმა, რომელმაც გააკეთა ეინშტეინის სხეულის გაკვეთა, მოიპარა მისი ტვინი და ინახავდა ქილაში 20 წლის განმავლობაში. შოკოლადის სუნი ზრდის ტვინში დელტა ტალღებს, რომელიც იწვევს დასვენების და რელაქსაციის საშუალებას. რაიმეს დავიწყება ტვინისთვის ძალიან კარგია. ამ დროს იშლება უსარგებლო ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს ნერვულ სისტემას დაიბრუნოს თავისი ელასტიურობა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ გავიწყებთ არაფერს. როდესაც თქვენ ხართ მთვრალი, ტვინი დროებით კარგავს უნარს, შექმნას და დაიმახსოვროს მოგონებები. ტვინს არ გააჩნია ტკივილის რეცეპტორები, ამგვარად ამ ორგანოს ტკივილის შეგრძნება არ შეუძლია. კვლევა მაჩვენა, რომ გრძელვადიანად მობილური ტელეფონის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ტვინის სიმსივნის გაჩენის რისკს. სავარაუდოდ 2023 წელს საშუალოდ $1000 ლეპტოპი იქნება ისეთივე სწრაფი, როგორიც ადამიანის ტვინია. კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ჰორმონები, რომლებიც სიყვარულის აღსაქმელად ან განსაცდელად გამოიყენება ტვინში, აუტიზმის განკურნებას უწყობს ხელს. ადამიანის ტვინი 50 წლის ასაკამდე ვითარდება. ადამიანს გემოს რეცეპტორები მხოლოდ პირში კი არა, თავის ტვინშიც აქვს. ტვინს ესაჭიროება 6 წუთი იმისთვის, რომ ადამიანის მიერ მიღებულ ალკოჰოლზე რეაგირება მოახდინოს. ძილის ნაკლებობა აუარესებს დამახსოვრების უნარს. ის ნეგატიურ გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებაზე, აუარესებს აზროვნების პროცესს და რეაქციებს ანელებს. დღეისთვის კი სულ ეს იყო. გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ ახალ ვიდეოებს. მომავალ შეხვედრამდე.